საბავშვო საკვებში აღმოჩენილი ნარკოტიკები, როგორც ცდილობდა უკრაინელი ქალი 3 წლის ბავშვით манипуლირებას და საქართველოს ნარკოტიკების გასაღებით გამთიდრებას. თბილისის აეროპორტი მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოფრენილი ჰანა დმიტრენკოს ბარგში 760 გრამზე მეტი MDMA, 762 გრამი კლეფედრონი და 9 კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპიული ნივთიერება კეტამინი აღმოჩნდა. იმისთვის რომ ეს ყველაფერი დაემალა, უკრაინელმა ქალმა ნარკოტიკები ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მოათავსა, თუმცა ვერც მებაჟეები გაიარა და ვერც განირება. შავჩემოდას წითელი სტიკერი დააკრეს და საეჭოდ მიიჩნიეს. რენტგენოსკანერზე ბარგში ნარკოტიკი გამოჩნდა. ჩანთა მებაჟე ოფიცრებმა დეტალური დათვალიერების ოთახში გადაიტანეს და გახსნეს. 760 გრამზე მეტი MDMA, 762 გრამი კლეფედრონი და 9 კილოგრამზე მეტი კეტამინი 33 წლის ქალს ბავშვის საკვებში ქონა დამალული. ვერცხლისფერ ქაღალდში ეგრეთ წოდებულ ფოლგაში გახვეული ნარკოტიკი თუნუქის 3 კილოში იყო მოთავსებული. მალევე გაირკვა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკით სავსე ჩანთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ უკრაინელ მგზავრს ეკუთვნოდა. მებაჟე ოფიცერმა ბარგის რენტგენოსკანერი დათვალიერებისას ერთ-ერთ ჩემოდანში საეჭვო კონტურების აღმოჩენისას მოახდინა მისი შემოსავლების სამსახურის სპეციალური წითელი სტიკერით ნიშნდება, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული ჩანთის დამატებით დათვალიერება. აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა ჩვირ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ პაკეტებში. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე აეროპორტშივე დააკავეს. კურიერის ინფორმაციით 33 წლის ქალი საქართველოში მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოფრინდა. სანამ ჰანა დმიტრენკოს პოლიცია ხელბორკილს დაადებდა, 3 წლის ბავშვზე პასუხისმგებლობა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ აიღო. იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ მომავალში აპირებს თანამშრომლობას. დღეს უბრალოდ ცოტა აღელვებული იყო და ამიტომ ვერ შეძლო რაღაცა გარკვეული ინფორმაციის დაფიქსირება. თანამშრომლობას სურს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ახალგაზრდა ქალი ახლა წინასწარ 2 თვიან პატიმრობაშია. ჰანა დმიტრენკო საქმეზე დღის ბოლოს სასამართლო მიმსჯელა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ადვოკატმა სასამართლოს 2500 ლარიანი გირაო შესთავაზა. დაასახელებს თუ არა ახალგაზრდა ქალი ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართულ სხვა პირებს ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. მანამდე კი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამართალდამცველები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ნარკოტიკული საშუალებების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღკვეთილია ქვეყანაში 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგის შემოწმებისას აღმოჩენილია ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. ნარკოდანაშაულის ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს. დანაშაული 20 წლამდე ან უბადო პატიმრობას ითვალისწინებს.